ტენდერის დოკუმენტებისთვის ხელი არ მოგიწერია. იმ რეკონსტრუქციის გასაკეთებლად, რომელსაც $3 მილიონი სჭირდება, მილიონის დახარჯვას აპირებ. მინდა რომ ხარი დაგიჭირო? დიახ. რატომ კიდევ ისეთ საქმეს ხელს, რომელიც 2 მილიონიან მოგებას მოგიტანს? ამის ლოგიკური ახსნა გაქვს? მაქვს. მაგრამ მას შემდეგ რაც ხელს მოაწერა. ბოდიში. სამსახურში არ თამაშობ. გარანტია უნდა მომცე. ან სხვა მხარდამჭერები უნდა იბავა. ტენდერში რამე პრობლემა თუ შეიქმნება, კომპანიას დავხურავ და ჰოლდინგში შენს გვერდით ვიმუშავებ. ეს გარანტია არ არის საკმარისი. Teşekkürler. უკვე უნდა შემეჩვიო. ბატონო სერგან, მე და სერიოსი ვერ თანხმდებით. უნდა ჩემთვის აკბინა. დარწმუნებული ხარ? კარგი, არ უგბენია. თუმცა მაგრძნობინა რომ ამის გამკეთებელი იყო. ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ჩემი მოკლა უნდა. სიძულვილით მიყურებს. უთების გადატანის შემდეგ სახლი გასუფთავდა. მადლობა. ეს მე არ გამიკეთებია. არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი ქალბატონმა ედამ გააკეთა. პატარა, თუმცა ძალიან მაგარია. უთები ედამ გადაიტანა? დილით ვერ დაგიკავშირდათ და ინერვიულა. იფიქრა რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და აქ მოვიდა. ძალიან გაფასებთ. კარგი. წავალ. მისი სახე მოძველდა, ყველგან ის ჩანს. სერგანი მირეკავს. რა იყო ძვირფასო, მობილურზე პირველად უნდა ელაპარაკო? უპასუხე. არა, დაემელოდოს. ო, ცოტა ხანი გელოდოს. დაიცადოს. რომ გათიშოს? ვუპასუხებ, უპასუხე. გისმენ. გამარჯობა. გაგიმარჯოს. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ან გინდა რომ გავისეირნოთ? არა. ასე დისტანციას ვერ დავიცავ. წინასწარ საიდან დავიცვა და იქნებ ახლოს მოვიდე. კარგი, დიდად არც არ მინდოდა. რა უნდოდა? კარგი, შვენიერია. აბა რატომ დამირეკე? იმიტომ რომ სერიუს შენი ნახვა უნდოდა. თუ სერიუსს უნდა, მაშინ სხვა საქმეა. კარგი. მგონი წახვალ. აბა რა ვქნა? თქვა რომ სერიუსს უნდა და ნამდვილად სერიუსს უნდა. წავალ. მიდი. ძალიან კარგად გამოიყურები, წადი. მიდი. ღამე მშვიდობის სიძე. ძალიან საყვარელი ძაღლია. მოდი, სახლავე ჩამოვა. ო, გავიგე. Otur. იჯექი. Otur. იჯექი. როგორ ხარ სერიუს? ლამაზო. Gidelim mi? წავიდეთ. წავიდეთ. Hadi. მოდი. Gel. გამოდი. Gel. Titriyorsun. განკალებ. Gel. ეს გამომართვი. მადლობა. Gel oğlum. წამოდი. ედა როცა გითხარი რომ თავი ჩემგან შორს დაგეჭირა, ეს არ მიგულისხმია. აბა რა? იმიტომ რომ არ მესმის, ვერ ხვდები. ხან კარგი ხარ, ხან ცუდი. ჯერ მიყვირი, შემდეგ შუაღამეს მაკითხავ.
bugün sana დღეს doğru უხეშად davranmış ვიქცეოდი, olabilirim. Ama kızgınlığım თუმცა შენზე არ ყოფილვარ გაბრაზებული. Yani სიმართლე რომ მოვთქვა, açıkçası არ ben მეყვარს როცა insanların ხალხი bana ჩემთან ახლოს მოდის. yakınlaşmasından hoşlanmıyorum. ახლოს მოსვლაში რას გულისხმობ? გუშინ ვარსკვლავებზე ვისაუბრეთ, არ მესმის ამაში ცუდი რა არის? Oturalım mı? დავსხდეთ, Otur. დაჯიქი. Yani ასახსნელი არაფერია, bir şey yok. არც კი ღირს. Yani gerek de yok. მე უბრალოდ ასეთი ვარ. Zaten ორ თვეში ერთმანეთის ცხოვრებაში ისედაც აღარ ვიქნებით. გასაგებია. გითხარი რომ ფიზიკურად ვერ შემეხებოდი. შენ კი მეუბნები რომ მე სულიერად არ უნდა შეგეხო. მესმის. ჩემგან რა გინდა? შეთანხმება მხოლოდ ერთი მიზეზით დავდეთ. და სელინმა, ვინც არასდროს არავის ეჭვიანობდა, შენზე იეჭვიანა. ო, ვიცი. სელინს რაღაცების გადაწყვეტა უყვარს, ამიტომაც თუ შენზე ეჭვიანობა გადაწყვეტა, სელინში ყველაზე მეტად რა გიყვარს? მისი გონება. ძალიან რომანტიული ხარ. სელინს ისეთი არაფერი არ აქვს. ასეთი რომ ყველას აქვს. არა, მას არ აქვს, დიდებული ქალია. დიდებული ქალია? როგორი თვითდაჯერებული ხარ? გრძნობიარე, დამყოლი, გემოვნებიანი. კარგი, გავიგე. იდეალური ქალია. ასეთი იდეალური ქალი რაზე ეჭვიანობს? ბევრი რამეა, რაზეც ეჭვიანობა შეუძლია. მაგალითად, ამას მართლა ვერ ხვდები? კარგი, Gidelim mi? წავიდეთ. ო, წავიდეთ. წავედით. Gel. მოდი. Gel. მოდი. Aferin sana. ოჩახ. Hadi oğlum აბაშვილო, წავიდეთ. მაშინ მადლობა, რომ ჩემთან საუბარი გადაწყვიტე. მარტო მაშინ შეგაწუხებ, როცა აუცილებელი იქნება. Olur. კარგი. ო, აუცილებელი არ არის ერთმანეთს მაშინ შევხვდეთ, როცა ვერავინ გვხედავს. შეგიძლია ხვალ ყვავილების მაღაზიაში არ მოხვიდე. შეგიძლია არ მოხვიდე. Bana uyar. მაწყობს. ძილინებისა, სერკამბოლად. İyi geceler. ძილინებისა და ელდის. შეხვედრამდე. ძილინებისა. Kalsın. დაიტოვა. Hadi. მოდი, წავიდეთ. Gel. მოდი. Barışalım mı? შევრიგდით? არ ვიცი. Bence ჩემი iyi. აზრით კარგად უნდა დაფიქრდე. Bir daha zor bulursun. ჩემნაირ სიმპათიურ კაცს ვეღარსად ვეღარ იშოვი. Bence 4 მით უმეტეს ჩემსავე შეყვარებულს. და ოდნავ აჭვიანს. სერგან ბოლოც რატომ უნდა ვეჭვიანო? უკვე ხელში ჩაგიგდა. სხვა რაღა მჭირდება. ასეა. თანაც შემოთავაზება მოხსენის დასამტკიცებლად, რომ არ ვეჭვიანო. მოდი ხვალ ახალი წვილი ჩვენ სახლში დავპატიჟოთ. რამეს თავად მომამზადებ. უკეთესი აზრი მაქვს. მოდი მათთან სადილოთ ჩვენ წავიდეთ. შესანიშნავი აზრია ჩემო ცხოვრება. თუმცა სერგან ბოლოთი თავის სახლში არავის არ პატიჟებს და გავისყდა? ჩემო ცხოვრება ეს ახლა მხოლოდ სერკანის სახლი არაა.
ხატავ კიდეს? მოსლას ხომ არ აპირებდი? ჩვენი შეთანხმების ნაწილია. ყოველ დღე აქედან უნდა წაგიყვანო. შეიძლება ვნახო? კარგი ნახატებია. ჩვეულებრივი არქიტექტურის კვალობაზე ზედმეტად კარგია. კარგად ხარ? არა, ექიმთან უნდა წავიდე. არ ინერვიულო, იცოცხლებ. მარწყულზე გაქვს ალერგია. შეიძლება რომელიმე აქაურ ყვავილზეც. მე გარეთ ვიქნები. წყალი გინდა? არა, კარგად ვარ. კარგი, მე ვამზადები და გამოვალ. კონდიციონერი ჩართული იყო. არა საჭიროა კონდიციონერი, როცა ასეთი ამინდია. კარგი. შეიძლება რადიო ჩავთო. რა თქმა უნდა. ამ სიმღერაზე ვგიჟდები. ენგენ თითქოს ციხეში ხარ, უკვე თაუბრო დამეხვა. თქო, შეგიძლია რომ დამშვიდდე. სასამართლო, რომელიც სერგანს აქვს, დაგუღუპავს. ამ თვეში ყველა გაგვანადგურებს. ჩვენს კომპანიას გაანადგურებს. რას ამბავ, კმარა. კმარა, სხვა საქმე დაკავება მინდა. ნორმალური ადამიანებით მინდა ცხოვრება. დილით სამსახურში, საღამოს სახლში. ცხოვრება მშვენიერი იქნება. ნორმალურ თემებზე ფიქრი მინდა. ნორმალური პირობები მინდა. ბევრს ვითხოვ? კმარა. ამ კომპანიის სისულელებს ვერ გავუძლებ. ენგენ, კარგი, დამშვიდდე, ასე მეც მძაბავ. დილამშვიდობის. ძმაო, შენ დილამშვიდობის. ძმაო, აქ რას აკეთებ? სასამართლოში არ უნდა იყო? ადვოკატი გაგზავნე. ადვოკატი გაგზავნე? იქ რატომ არ ხარ? განკარადაის ნახვა არ მინდოდა. განკარადაღის? საიდან იცი რომ სასამართლოზე ისიც იქნება? თქვათ რომ მე-6 გრძნობა მაქვს. კარგი, რადგან გნახე, ბარემ მითხარი. როგორ გამოიყურება ჩემი მაკიაჟი? ძალიან ლამაზად. თუმცა მაკიაჟი საერთოდ არ გჭირდება. ეს რატომ თქვი? ჩემი საქციელის გამო არა? კარგი. ალბათ აიდანთან მივდივარ. იდა ამ ბოლო დროს ძალიან დაძაბულია. კალი ხარ და თავადაც მიხვდები. ყურადღებას ნუ მიაქცევ, თორემ გაგაგიჟებს. გასაგებია. ქალბატონო მელეკ, როგორც ხედავთ, ტესტერებს ისე იყენებთ, თითქოს ეს მამა თქვენის მაღაზიაა. მომხმარებლისთვის უფასოა და ჩვენ ფული უნდა ვიხადოთ? ოდნავ სულელობად არ მიგაჩნიათ? რამდენადაც ხედავ, ირგვლივ არავინაა, ვინც ამჯერად გადაგარჩენთ. იმიტომ გავასხი, რომ მაღაზიაში კარგი სუნი იდგეს, იქნებ მომხმარებლებს რამე მოეწონოთ. ეს ამ დილით გავხსენით. რამდენი დარჩა? იცით ახლა რას გააკეთებთ? წახვალთ ნივთებში აგროვებთ და მაღაზიას ახლა დატოვებთ. იცით რატომ? იმიტომ რომ გათავისუფლებული ხართ. კარგი რატვენი წაიღე შენი სუნამოებით. მიდი შენთვის შეინახე. ახლა რომ ცხოვე, მაინც არ დავრჩები. ამას უყურეთ. ისე იქცევა თითქოს მე ვიყო დამნაშავე. ეს კომპენსაციის სანაცვლოდ. პიპი. ისე გამომაგდეს. ო, ჯერენი მანდა? კარგი, აღსანიშნავად მოვდივარ.
Efendim? გისმენს ელენ? სერგან, უნდა ვილაპარაკოთ. Konuşalım. ვილაპარაკოთ. პირადად. Ya, o kadar ამდენად საჩქაროა? მოგთ ხო? Peki tamam. კარგი, mაშინ გზიდან დაგირეკავ. Yoldan ararım seni. კარგი. ასე ამგონი ნიმუშების აღება თავიდან ვეჯობს, რომ სერგანს ვაჩვენოთ. Çıkıyorum ben. დავედი. Abicim ne? ზმაო საით, ბოდრუმის პროექტის ნიმუშები მაინც გენახა. Önemli olan სასწრაფო საქმე რომ არ იყოს, ხომ არ წავიდოდი. ყოველთვის აქ მოდიხართ, ძალიან ძვირიანი ადგილია. ზოგჯერ აქ შესვენების დროს მოვდივარ. მაგრამ დღეს ადრე გავალ, თორემ დაგვიანების შემთხვევაში სამსახურიდან გამომიშვებენ. სამსახურიდან გამოშვება პრობლემა არ არის. გუშინ ძალიან ქარიზმატული შავგრმანი ბიჭი შემოვიდა. შემპირდა რომ კიდევ შემოივლიდა. მასზე ვფიქრობ. ეს რა შუაშია? უბრალოდ ლამაზია. კარგი რა. სერგან ბოლოთი თავის ყოფილთან ერთად მოვიდა სასადილოდ. არაფერი არ ვიცი, მაგრამ ეს რომანტიული სადილი უნდა იყოს. არა, ჩემი თვალები ამას ვერ ხედავენ. მელო. ჩემი თვალები ყველაფერს სწორად ხედავენ. კარგი, კარგი. ეგრევე პანიკაში არ ჩავარდეთ და სკანდალი არ მოვაწყოთ. ედას დაურეკეთ. ნახოთ იცის თუ არა. ასე ნუუყურებ. რა მოხდა? თქვენ სამნი სადილის დროს ერთად ხართ? სამსახურიდან გამომაგდეს, მაგრამ შენი სიტუაცია უფრო მნიშვნელოვანია. სამსახურიდან გამოგიშვეს ისევ? ო, ასეთი რამ მოხდა, იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მელო გაგვამხნევებინა. მნიშვნელოვანი არაფერია, არ იდარდო. შენ რას აკეთებ? სერგანი სად არის? მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა და წავიდა. რატომ მეკითხები? ვისთან ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა? კლიენტთან. რატომ მეკითხები? რა ხდება? ედა, მოდი სასადილოთ, სერგანიც. მოვა, ყველამ ერთად ვისადილოთ, ვილაპარაკოთ, ეს იდეა დაგვებადა. ძალიან საყვარლები ხართ, მაგრამ კომპანიაში საქმეებია და დღეს ვერ გამოვალ. შენ გამოსვლა არ შეგიძლია. სერგან ბოლოც კი შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვიღაცის სანახავად გავიდეს. ედა, მთავრია შენ არ ინერვიულო, კარგი? მთავარი ეს არის. რატომ დავინერვიულო? შენზე ვდარდობ, სამსახურიდან არ გამოგიშვეს? არა, შენ არ უნდა ინერვიულო. ჩემი ძვირფასი, ჩემი საოცრება ხარ. ბავშვობაში თითები გავიჭერით და მოსისხლე დებად ვიქეცით. არ გაბრაზდა ჩემო ძვირფასო. მელო, შენი არ მესმის. რატომ დავინერვიულო? ან ვის გამო? არა ძვირფასო, ყურადღებას ნუ მიაქცევ. მელო რაღაცას ბოდიალობს, არაფერია, არ ინერვიულო. კარგი, უნდა ვიმუშაო, საღამოს ვნახავთ. ჩუმად, ჩუმად. ჯერ უნდა გავიგოთ თუ რაშია საქმე. Evet. აბა სელენ, Nedir? რა მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა? სერგან, ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი. ხელი მხოლოდ შენი ხათრით მოვაწერე. ძალიან დიდ რისკზე მიდიხარ. არ იდარდო. არანაირი პრობლემა არ იქნება. ძალიან შეიცვალე სერგან. Senin სელენ, ჩემში რა შეიცვალა? hala ისევ მიზანდასახული და რისკებზე წამსვლელი პიროვნება ვარ. ამას არ გულისხმობ. სერგანი, ვისაც მე ვიცნობ, 2 დღის გაცნობილ ადამიანზე არ დაინიშნებოდა. იმ დროს, როცა შენთან ჩანაწერებზე მოვიდოდი, ცალკე სახლში გადასვლის აზრი არ დაგებადებოდა. არ ვიცი, შენი არ მესმის. konu ne? ეს თემა ასე ძალიან რატომ გადარდებს? იმიტომ რომ შეცდომას უშვებ. შეცდომის დაშვება კი გძულს. Selin. სელენ, Eda. დედა მე არაფერს დამეშავებს. Oyun. არც მეთამაშება. Üzerimden bir ჩემით არც არაფრის მიღწევას ეცდება, მაგრამ გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ. ფერითი. Ferit. ვინ არის ფერითი? İş. სამსახურეობრივი ურთიერთობა გაქვთ თუ? შენთან ყველაფერი სამსახურამდე დადის? ედა როგორ ვერაფერს ვერ დაგიშავებს? გულს ვერ გადგეს? შუა გზაზე ვერ მიგატოვებს? ვერ შეგარცხვანს? ან კიდევ უარესი? მრავალი წლის მანძილზე ცხვირწინ ვერ იტრიალებს? სელენ, არ გინდა. რა არ მინდა? შენი გაგებით ძალიან დავიღალე. Çok pardon. მაპატია, საქმე სამსახურს ეხება. მეგობრებო, ერთი შეხედეთ.
როგორ ვნებიანად ჩხუბობენ. ამაში ნამდვილად დარწმუნებულები ვართ? ეს საქმიანი შეხვედრა ნამდვილად არ არის? ეს რომანტიული შეხვედრაა? მელო, გოგო შეხედე. გოგო ახლა ადგება და სერკანს პირში შეუძრება. უბრალოდ ღალატობს. გეუბნებით, რომ დღის შუქზე ღალატობს. რა ვქნათ? როგორ გავიგებთ სიმართლეა თუ არა? როგორღაც რამე უნდა გავიგოთ. პიპი იფიქრე, რამეს მოიფიქრებ. მელო, მოდი აქ. ამ გოგოს ძალიან უყვარს ყველაფრის გაფუჭება. დიდი ხანია ჰოლდინგში არ მოსულხარ. მეც ამ ჰოლდინგის პარტნიორი ვარ. ნამდვილად რთულ სიტუაციაში ვარ. პირდები რომ რთულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებ. ძალიან მაშინია შეცდომის დაშვების. სელენ უნდა მენდო. ამ ცხოვრებაში ამის მეტი სხვა რა გამიკეთებია. მოდი, ედას და ფერეთის თემა დავხუროთ, კარგი? კარგი. შეიძლება. Bak. მისმინე. O imza. პირდები შენი ოცნებები ხელმოწერის შემდეგ არც ამოიმსხვრევა. Kırıklığına uğramayacaksın. როცა საქმე შენ გეხება, მე არასდროს არ ვნანობ. Teşekkür ederim. მადლობა. არა, არა, არ გამოდგება დოსიე და ნამოიღე. ხალბატონო აიდან ეს სფერებია, რომლებიც ნერმინმა სპეციალურად შეარჩია. ნერმინის შეხამების გრძნობა არ აქვს. შეიძლება ფერები ცალ-ცალკე მოეწონოს, მაგრამ ერთად დანახვის შემდეგ ნერვული შეტევა დაეწყოს. კარგით. ედაზე რას ფიქრობ? არ მიწყინოთ, მაგრამ ჩემი აზრით, სერკანს სელინი უფრო ხდებოდა. ო, არა? ედა ოდნავ ყვავილების მაღაზიის ჩვეულებრივი თანამშრომელია. სერკან შუა ოფისში უყრის. ჩემი შვილი მუჩი მოაქცია. მეც კი არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს. სერკანი ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. თითქოს ჰიპნოზის ქვეშ არის. ძალიან საშიში გოგონაა. მინდა ყველაფერი მაცნობ, რასაც დაინახავ და გაიგებ. მინდა რომ ოფისში ჩემს თვალებად იქცე. შენი ნდობა შეიძლება? რა თქმა უნდა, სიტყვას გაძლევთ. ამიერიდან ყველაფერს მოგიყვებით, რაც კი ოფისში მოხდება. შვენიერია. ფერთა ამ პალიტრით განვაგრძოთ, ამას თავად მოაგვარებ. ის კაცი ჩემს მეგობარს როგორ უნდა ღალატობდეს. რაც უფრო მეც ვფიქრობ, მით უფრო ცუდად ხვდები. სიგიჟის ზღვარზე ვარ. სერკან ბოლათის სიყვარული როგორ დავიჯერე. ლამაზი და გაიძვერაა. ქარიზმატული და ცუდი. დაკონთული და ეგოისტი. მდიდარი და გაუზრდელი. გაუზრდელია ასეა. ო, მაგრამ ჯერ დამშვიდი, თორემ ისევ გაწითლდი. როგორ დამშვიდდე? მე თუ ასეთ მდგომარეობაში ვარ, წარმოიდგინე ედას გაგების შემდეგ რა დაემართება. ხელები ასე გქონდათ, ერთმანეთს ჩაკიდეს. კარგი მელო, სანამ შენ გამშვიდებთ, კიდე უფრო აჭარბებ. ეს თქვენ კი არა, მე მოვისმინე. კაცმა პირდაპირ თქვა, რომ სელინ ედას და ფერითის თემას მოუგვარებო. პირდები ხელმოწერის შემდეგ შენი ოცნებები არ დაინგრევაო. ალბათ ნიშნობას აღნიშნავენ. მერე კი დაქორწინდებიან და დაიქცევიან. ჩემს მეგობარს მიატოვებენ. ეს ედას ცხოვრების გაუბედურების მცდელობაა. თანაც როგორი? არც მე არ მესმის, ნერვები დამაწყდა. დამშვიდი. ახლა კარგად ხარ? ო, კარგად ვარ. შვენივრად. მაშინ იმ ადამიანს ვაწყენინებ, ვისაც ჩემ მეგობრის გაბრაზება სურს. ეს როგორ გავაკეთოთ? სერკან ბოლოც ყელში როგორ წუდეთ? გული როგორ ამოგვლიჯოთ? მითხარით. აი ასე. დაკახელი. აუქციონის შედეგი როდის გახდება ცნობილი? აუქციონია განსაზღვრული დრო არ აქვს, იმის იქნება, ვინც უფრო მეტ თანხას გადაიხდის. ის ნაჭრები არაა, რომლებსაც ედა არჩევდა. მათი სახლის დეკორაცია შენ უნდა გააკეთო? ვისი სახლის? რომელი სახლის? ფარდებისთვის ეს შეარჩია. ტახტისთვის ეს. შენთვის არ უთქვამს? უმრობ? აბა რა ვიცი. Orada kalacaklar. Ranzalı bir sistemimiz var zaten.
ეს ის კაცია ნიშნობიდან, მას იცნობთ? შენ არ იცნობ? ბატონი სერქანის მამაა, თავარი უფროსი. სოცხლად პირველად ხედავ. კეთილი იყოს. მადლობა, კარგად ვარ. გამაკვირვე მამა. გადავწყვიტე რომ აუქციონის შედეგებს შენთან ერთად დაველოდო. და იმასაც თუ როდის დახურავდი ამ ადგილს და ჩემთან გადმოხვიდოდი. ამ ადგილას უკანასკნელად ნახვა მოისურვე. არი დარდო. ამ ადგილს არ შევზირავ. თანაც ვფიქრობ რომ ჰოლდინგში შენი წასვლის შემდეგ გადმოვალ. ვნახოთ. ვნახოთ. მოდი გაგაცნობ. ჩემი საცოლე, ედა. გამარჯობა. ერთმანეთი უკვე გავიცანით. გამოდის რომ ეს არის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ბაღში ნიშნობის დღეს შევხვდით. გასაგებია. მადლობა. ადვოკატი რეკავს. ისმენთ? დიახ. გარიგება ვერ მოვიგეთ. ჩვენი ერია. ჩვენი ერია. აბა ვინ მოიგო? კანკარადაღმა? კანკარადაღმა. კარგი? მადლობა, მადლობა. გარიგება კანმა მოიგო? ო, კანმა. წამოდი. ადვოკატმა ამძამზამი რა გაწმაო. სიტუაცია ასე არის. გარიგება აწავაგეთ. წავაგეთ? ჩვენი ერია. ახლა გეიცინი, მაგრამ ლეილა. ბატონო სერგან. შეგიძლია ბატონ ახმედს დაუძახო. მინდა რომ ისიც აქ იყოს. რა თქმა უნდა. მადლობა. ძმაო, ასეთი სიტუაციაა. გარიგება კანკარადაღმა მოიგო. კანკარადაღმა. ეს საქმე კანმა წაიღო? კანკარადაღმა? ჩვენი ერია კარგად უქნია. კარგად უქნია? სერგან, კარგად ხარ? ნერვიულობ. თქვა რომ კანკარადაღმა მოიგო. ახლა არ უნდა გაგიჟებულიყავი? ძმაო, სავსებით არანორმალური რეაქცია გაქვს. იქნებ შეუძლება მაინც აგიღო. ბოლო ხანებში ძალიან ბევრს მუშაობ. დაძაბულობის განიცინი, დაიძაბა და იქნებ ამის ბრალია. მოვიდა. ახმედ, კეთილი იყოს. ახლა კი მეგობრებო, უნდა გითხრათ რომ გარიგების წაგება თავიდანვე ჩემი მიზანი იყო. ახმედ, ცნობისთვის გათავისუფლებული ხარ. იმ კანს, ვისაც ინფორმაცია საწვდი ხოლმე გადაეცი, რომ დიდი ალბათობით ამის შემდეგ ვერანაირ პროექტს ვეღარ მიიღებს, რადგან გაკოტრდა. ბატონო სერგან, აფანგში გაება. ძალიან მაინტერესებს ასეთ პროექტს ამ ბიუჯეტით როგორ გააკეთებს. და იცოდეს, თუ როგორია სერგან ბოლატთან თამაში. შეგიძლია წახვიდე, ახმედ. ეს როგორ ახმეტი მას ინფორმაციას აწვდიდა? ლეილა, შეგიძლია ყველას გადასცე რომ დღეს ადრე ვუშვებ. რაც უნდა ისქნან. თანაც არც მუშაობთ. ძმაო, ერთი წამით. გონებაში აზრები უნდა დავალაგო. ავირიე. გარიგება ვერ მოვიგეთ, ხო? ეს ყველაფერი შენი გეგმა იყო? ხო. არც გავკოტრებულ ვართ, არა. და თან კანი გავაკოტრეთ? ზუსტად. მაგრამ ჩემთვის არაფერი არ გითქვამს. კარგი, მაგარია, ძალიან მაგარი, მაგარი. მაგარია. ჩვენ კი იმპაქტი გადავიტანეთ. პირო, გაიხარა. ო, გაიხარა. მიხარია. აპლოდისმენტები. ძალიან კარგად გამოვიდა, მართლა. ოდნავ დავიძაბე. გისმენ. შენი დახმარებით გარიგება მოვიგეთ. თუ თანხის თაობაზე რეკავ.
რა? Nasıl? ეს როგორ? Nasıl bir როგორ თუ სპეციალურად? Ahmet sen ne ახმედ diyorsun? რას ამბავ? Bizi bilerek გარიგებაში sokmuş გამიზნულად შეგვერთო? Allah ჯანდაბა. გისმენ, კალბატონო აიდან. ძალიან ძალიან დაძაბული ვარ. თქვენთვის ძალიან ცუდი ამბები მაქვს, ძალიან ცუდი. პირილ რა ხდება მითხარი? სერკანი და ედა ერთად გადასვლას აპირებენ. ედა მთელი სახლის დეკორს ცვლის. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. სოვილები ვნახე. ყველაფერი შეარჩია. კალბატონო აიდან მაპატიეთ, მაგრამ ამ გოგოს გემოვნება მართლა არ აქვს. ისეთი ნაჭრები იყო. ახლა გული წამივა. თქვენაირი გემოვნებიანი ქალისთვის ასეთი რძალი. კალბატონო აიდან. ლიმონისფერი ტახტები შეარჩია, წარმოგიდგენიათ? გთხოვ, გაჩუმდი. კალბატონო აიდან ასე შეიძლება? სერკანი დაბრმავდა. ამ გოგოს გამო, ჩემი მეგობარი ვერც ორნამენტს ვერ ხედავს და ვერც ფერს. ვერაფერს ხედავს. ეს გოგო. კალბატონო აიდან. დღეს საკმარისად ბევრი ცუდი ინფორმაცია მოგაწოდეთ. თქვენის ნებართვით, გაგითიშავთ. კარგი. სეიფე. აბაზანა ყინულით. აავსე. Abi şimdi ძმაო, რაღაცას ვერ მივხვდი. საიდან მივხვდი, რომ ახმედი კანკარადახს ინფორმაციას აწვდიდა? nereden anladın ya? Olay მაშინ ვიეჭვე, როცა საქმე ედას ბიუჯეტურად ვილ შეეხო. მე ანგარიშებში შევხედე, ცდომა დავინახე. Dışarıdayken bilmiyorum fark იმ დღეს როცა ქუჩაში ვიყავი, არ ვიცი შეამჩნია თუ არა, მაგრამ ახმედი ქალის მძღოლს მიესალმა. არა, ეს არ შემემჩნევია. სწორედ ამიტომ ეთხოვა გარიგებაზე შეხვედრა. სწორედ ახმედმა. სრული თანხის გაგება სურდა. კაბინეტიდან სადღაც დარეკა. ო, თან ქალის მობილურზე დაკავება იყო. რა თქმა უნდა. ამ დროს ახმედს ელაპარაკებოდა. იგნა ბიჭვარი. ეს თავში ეშმაკსაც კი არ მოუვა. ბიძი აფთეკინ. თქვენი შვილი ძალიან გაგავთ. Ben sana söyleyeyim. O bizi pek ჩვენში დიდ მსგავსებას ვერ ხედავს. Evet. ო, Seni გილოცავ. tebrik ederim. მადლობა. ჰოლდინგში არ მოსასვლელად კიდევ ერთი გზა იპოვე. ამის დროც მოვა. Bana müsaade. წავედი. Vay arkadaş ესეც ასე. დღემშვიდობისა. დღემშვიდობისა. Eda, ედა, o zaman მაშინ მეც წავა. müsaadenizi isteyeyim. საკითხავად მოვედი, შემეძლო თუ არა წასვლა. რა თქმა უნდა. გილოცავ. მადლობა. ბედნიერი ჩანხარ. iyisin. ო, თავს კარგად უგრძნობ. მეც. თავს მეც კარგად უგრძნობ. შვენიერია. გადასვლის თემად ძალიან არ გავრცელდა. ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გეგონა. ყველაფერი კარგად და მშვიდედაა. ვფიქრობ, რომ ერთმანეთისადმი კარგ დისტანციასაც ვიჭერთ. კარგია. უკაცრავად. გისმენ მელო. რა გატირებს, რა მოხდა? არამე ცუდი? მე მეხება? კარგი, კარგი, არ იტირო, მოვდივარ. Her şey oldu. ყველაფერი რიგზეა? არ ვიცი. დედა შენი რეკავს. კალბატონო აიდან. ახლავე? ახლავე? ახლავე სად უნდა მოვიდე კალბატონო? რისი პასუხი უნდა მომთხოვოთ? ისეთი რა უნდა დამეშავებინა? გისმენთ? გისმენთ? Annemle დედა ჩემი რატომ გიყვირის? არ ვიცი, მითხრა რომ პასუხს მომთხოვს. Selin. სელინი. სელინი. გისმენთ სელინ? ედა.
Yanlışlarımdan ders alacak kadar olgun değilim. Bu yalan bir mecburiyet, yoksa sana vurgun değilim. Ama gözlerimde bir ışık, kalbimin tıkırtısı, içim içime sığmıyor ya, bu neyin kıpırtısı? Dön yüzünü gökyüzüne, bak bir aşkın yıldızına ama parlayacak, sönecek biliyorum. Her şey olur, her şey biter, bir yıldız gökyüzünde kayar yeter. Her şey olur, her şey biter, yalnızlık hep aynaları mesken tutar. Her şey olur, her şey biter, bir yıldız gökyüzünde kayar yeter. Her şey olur, her şey biter, yalnızlık hep aynaları mesken tutar.